რომელსაც აწარმოებს ომის სხვა სახეობებთან ერთად რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ამ ჰიბრიდულ ომში უბრალოდ მისი მოკავშირე არის საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება რუსეთი სხვა სახის ომსაც აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და ახლა აღარ გავამახვილებ ყურადღებას ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაზე. არის პოლიტიკურ პატიმრებს რაც შეეხებათ, ალბათ ძალიან რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ საქართველოს 2025 წელს ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი ეყოლებოდა სხვადასხვა საბაბით არის ყველა დაკავებული აბსოლუტურად უსაფუძვლო თქვენ ეს ბრძანეთ და დაგეთანხმებით